მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო. ჩვენ დღეს სტუმრად მოვიწვიეთ ქალბატონი მარიამ ხუცურაული. ქალბატონი მარიამი არის მისი პირველი სპეციალობაა იურისტი, მეორე სპეციალობაა პოეზია. ჩვენ დღეს არ გვექნება იურისპრუდენციაზე საუბარი, ქალბატონი მარიამ. არც იმ საქმეზე გვექნება საუბარი, რომელიც ინიციატორი, ორგანიზატორი იყავით, ეს არის დამბალ ხოჭოს პოპულარიზატორი იყავით, მისი გამოფენების, მისი საბაზრო ორგანიზაცია თქვენ გეხებათ. არც ამაზე არ ვისაუბრებთ. აგერ ამ წიგნშია მეტნაკლებად წარმოდგენილი. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ მხოლოდ პოეზიაზე. რატომ? ჯერ ერთი ალბათ ტელემაყურებელს გაუკვირდება, რა შუაშია ეკონომიკაზე უნდა საუბროს კაცმა და პოეზია რა შუაშია, მაგრამ ჯერ ერთი რომ აი მაგალითად მეინარდ კეინსი, უდიდესი ეკონომისტი, პოეტი იყო და ლექსებს წერდა. ეს მსოფლიოში საქართველოში ვინც ახლა მახსენდება, დიდი ეკონომისტი ყავს და პოეტიცაა და კრებულიცაა გამოცემული დავით იაკობიძეს. ხო და ამიტომ მე მგონი თანაც ჩვენი გადაცემა საწერია ეკონომიკა და არა მხოლოდ კარგი რამაც ეს მოიფიქრე რომ არა მხოლოდაც დავაწერე, იმიტომ რომ რატომაც არ უნდა გადავიდეთ ხანდახან ცოტა იქით ეკონომიკის საზღვრებს იქით. ხო და დღეს ამიტომ გვექნება პოეზიაზე საუბარი. ეხლა გულახდილებთ რომ გითხრათ კახელებს ვერავინ და არ დანაშაულებს იმაში რომ რაღაც ნეპოტიზმი და რაღაცა მარიკა არის ჩემი ნათესავი, მაგრამ ამიტომ კი არ მოვიწვია, იმიტომ რომ ხვალ მას აქვს მისი ახალი წიგნის ან შენი ნანდაური ბქნა პრეზენტაცია წერალთა კავშირში. და მე მინდოდა რომ ასე ვთქვათ პატარა მოთელვასავით გავეკეთებინა დღეს ჩემო მარიკა. ხო არ აქვს წინს რომ მარიკას გეძახით, ჩვენ დიდი პოეტი ყავდა. ბავშვი მგონია თავი ახალგაზრდა. შეჩეული რო არ იმიტომ. მარიკა ბარათაშვილი დიდი პოეტი ყავდა, დიდი რედაქტორი იყო. ხო და იქნება გითხრათ ორიოდე სიტყვით დავიწყოთ და მერე გავაგრძელოთ. რას ეძღვნება ეს წიგნი, რა არის, ვისია, რატომ არის, რამ გიბიძგათ რომ ეს წიგნი შეგექმნათ და ესეთი კარგი საჩუქარი მიგეცათ ქართველი პოეზიის მოყვარულთათვის. მე მოგესალმებით გადაცემის ნაწილში და არა მხოლოდ. დიდი მადლობა მოწვევისთვის. აი ეხლა დღეს რაზეც მე ვისაუბრებ, ეს იქნება ალბათ შემცირებული მოდელი იმისა, რა საუბარიც იქნება ხვალ მწერლის სახლში, სადაც წარვადგენ ამ წიგნს. წიგნი არის ძალიან მრავალმხრივად საინტერესო. ხუმრობ ხოლმე და ინტერნეტ სივრცეში ვწერ, რომ მე ასეთ წიგნს ვეღარ დავწერ და ეს მარტო ჩემი პრობლემაა მეთქი და ეს არ არის როცა ვამბობ, რომ მე ასეთ წიგნს ვეღარ დავწერ, ნიშნავს, რომ ეს კარგი წიგნია, მაგრამ არ არის ეს ჩემი როგორც ავტორის ან თავის შექება, ან დაინტერესება იმისკენ, რომ ჩემი წიგნია და იმიტომ არის კარგი. თემა არის ძალიან საინტერესო. წიგნი ეძღვნება სამუკად ხვარამზეს. ერთ-ერთ პირველ ქართველ პოეტ-ქალს, რომელიც 2 საუკუნის წინ ცხოვრობდა ივრის ფშავში, ივრის ზემო დინებაში. დეტალებზე ცოტა შემდეგ, აი ახლა ჯერ ამ წიგნზე გეტყვით. წიგნის პირველი ღირსება ჩემი თვალსაზრისით არის მისი გარეკანი. ძალიან მინდოდა რომ გარეკანი ყოფილიყო მინიმალისტური და გარეკანს ეთქვა უკვე ყველაფერი ამ ქალის შესახებ. ძალიან დიდი მადლობა მხატვარს, ძალიან კარგ მხატვარს თეა აკობიას, რომელმაც აბსოლუტურად გაისიგრძეგანა, როცა მე მას ელექტრონული ვერსია ჩავუგდე წიგნის, აბსოლუტურად გაისიგრძეგანა რა მინდოდა რომ ყოფილიყო და დახატა აი ასეთი რამ. ხვარამზეს გააჩნდა სულ რამოდენიმე რამ. ეს იყო ძალიან დიდი სიყვარული, რომელიც მას გამოარჩევდა და ეს დიდი სიყვარული წიგნის ყდაზეა დატანილი. გააჩნდა ძალიან კარგი ლექსი და წიგნის უკანა ყდაზეა ეს ძალიან კარგი ლექსი დატანილი და
გააჩნდა აი ამ თავისი დიდი სიყვარულის სიმბოლო აი ეს ცხენის ნაფლოქვარები, რომელიც მან შემოღობა, რომ არაფერს წაეშალა, როცა ერთ დღეს მისმა ნანდაურმა, მისმა საყვარელმა ადამიანმა ცხენით მის კარწინ ჩაიარა და მისკენ არც კი გაიხედა. ქალი გამოვიდა, შემოღობა ეს ნაფეხურები სველ მიწაზე დაჩნეული და აი ეს ნაფეხურებიც წიგნის ყდაზეა. გასაგებია. ბარემ ჩემარეკა ისიც თქვი რომ იყო ვაჟას დედას დედის და ქალი ეხლა დავიწყებთ მანამდე იქნება ეს ლექსი პატარაა და წაიკითხო თუ მე აპირებ ამ ლექსს უფრო ადგილზე და შენ თვითონ მეტყვი რომ როგორ ადგილზე წავიკითხეთ ეს აღარ ჩაგერევი არა უნდა ჩამერიო აუცილებლად მაგრამ მეც მორიდებული არ ვიქნები ფშავის ქალები მორიდებულობით ღმერთმა არ დაქვს საჯა და თვითონ გეტყვი რომ აი ეს აქ კი არა იქ აჯობებს ეხლა მეორე არის ამ ლექსში ამ წიგნში ძალიან ლამაზი ხელით ნახატი ფშაური ორნამენტები რომელიც გააკეთა ძალიან პატარა ახალგაზრდა მხატვარმა დიზაინერმა ნინო ლომიძემ რომელიც მე ასევე ძალიან მეამაყება ეს არის სრულიად ორიგინალური ნახატი ორნამენტები ახალი უცხო რომლითაც შეუძლიათ ისარგებლონ მათ ვინც ქარგავენ ხატავენ და ძალიან მოიხდინა პატარა წიგნმა ასეთი მსუბუქი ორნამენტები ამ წიგნს აქვს ერთი წიგნის ფასი წინა სიტყვაობა რედაქტორის ჩემი წიგნის რედაქტორი იყო საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული ლიტერატურად მცოდნე ძალიან კარგი პოეტი ქალბატონი ნინო დარბაისელი რომელიც დღეს ოკეანის გაღმა უკვე დიდი ხანია ოკეანის გაღმა ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს მაგრამ ძალიან აქტიურად არის ჩაბმული ქართულ ლიტერატურაში მიმდინარე პროცესებში და არაფერი არ რჩება მისი ყურადღების გარეშე აი ქართული პოეზია ქართული ლიტერატურის მაჯაზე უდევს ხელი ასე შეიძლება ვთქვათ და შესანიშნავი ერთი წიგნის ფასი წინასიტყვაობა დაუწერა ამ წიგნს ნინო დარბაისელმა კიდევ ერთი ღირსება და ფასი ამ წიგნისა არის ის რომ წიგნში შეტანილია ჩვენამდე მოღწეული ხვარამზეს 10 ლექსი 10 ლექსი, მაგრამ ძალიან ბევრი კრებულის ფასია, სრულტანიანი კრებულის ფასია ეს 10 ლექსი. და რა ვიცი მე, თვითონ ხვარამზე, რომელსაც ეძღვნება მთლად ეს წიგნი. ეხლა ვთქვათ ხვარამზეზე. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ვიდრე ჩვენ ხვარამზეს სახელით ხმაურს დავიწყებდით ქართულ ლიტერატურის სივრცეში, ბევრმა თვით ლიტერატურის მასწავლებლებმაც კი ამას თამამად ვიტყვი, არ იცოდნენ ვინ იყო ხვარამზე. თუმცა ძალიან კარგად იცოდნენ ქართველმა ფოლკლორისტებმა ხვარამზეს არსებობა და ვინ იყო ხვარამზე და რა პოეტური წონის მქონე ქალი იყო ხვარამზე. როგორც თედორაზიკაშვილი ამბობს, ხვარამზე ყოფილა თედორაზიკაშვილის და ვაჟა-ფშაველას ლუკა რაზიკაშვილის დედის გულქან ფხიკლეშვილის ტოლსწორი და მეგობარი. ხალხო, 2 საუკუნის წინ დაბადებული ქალი, რომლის ლექსი ძალიან აქტუალურია დღესაც ქართული სივრცისთვის და გეტყვით ძალიან დიდი როლი შეასრულა და ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ლელა თათარაიძეს რომელმაც დაამუშავა მის მელოდიაზე უკაცრავად მის ლექსზე ვერცხლის თასადამც მაგცია შექმნა მშვენიერი სიმღერა რომელიც ცოტა სუფრად უჩაივლის მართლა რომ
არ გაამღერონდა ძალიან ხშირად ჟღერს ქართულ ეთერებში, თუ რადიო, თუ ტელესივრცეებში. აი ამ ლექსის ავტორი ლელა კომპოზიტორიც არის? კი, ლელა თვითონ ქმნის ძალიან თითქმის ამირალი და მე მეგობრები ვართ, მაგრამ არ ვიცოდი რომ ლელა და აი კიდე ერთი კარგია. კი, ძალიან ბევრ მელოდიას ლელა სხვადასხვა ავტორების ტექსტებისთვის თვითონ ქმნის და თვითონ არის ავტორი ამ მელოდიების. ბევრს ამუშავებს, მაგრამ ბევრს თვითონ ქმნის. და ძალიან დიდი მადლობა მთელი ფშავის სახელით, ხვარამზეს სახელით, ყველას სახელით ქალბატონ ლელა თათარაიძეს. ძალიან დიდი როლი შეასრულა მის მიერ ამ ლექსის ამღერებამ ხვარამზეს პოპულარობაში. 2010 წელს ჩვენ როცა ვამბობ მხედველობაში მაქვს არასამთავრობო ორგანიზაცია ჩვენი ფშავი, რომლის დამფუძნებელი და ერთ-ერთი თანათავმჯდომარე გამგეობის მე გახლავართ, დავაფუძნეთ სახალხო დღესასწაული ხვარამზეობა, რომელიც თითქმის ყოველწლიურად ტარდება უკანა ფშავში არა, ივრის ფშავში, სოფელ არტანში, რომელიც ხვარამზეს ან გარდაცვალების ერთ-ერთი მოკლედ ხვარამზეს ცხოვრების არეალს წარმოადგენს. ანუ ჰომეროსის არ იყოს, რუსთაველის არ იყოს. კი ბატონო. არაფერი არ ვიცით ის შესახებ. არაფერი არ ვიცით. ანუ წერილობითი არანაირი ინფორმაცია, მატერიალური არანაირი ინფორმაცია ხვარამზეს შესახებ, გარდა აი იმ ჩანაწერებისა, გარდა გადმოცემებისა, ჩანაწერები მაქვს მხედველობაში, მისი ლექსები რომ ჩაიწერეს პეტრე ომიკაშვილმა, დავით ხიზანაშვილმა, თედორ აზიკაშვილმა, შემდეგ მოგვიანებით ილია ჭავჭავაძეს ჩააწერინა ბაბალე მინდოდაურმა, რომელიც პურის მცხობლად მუშაობდა ილია წინამძღვრიშვილთან საგურამოში. აი ჩააწერინა ზუსტად ეს ლექსი ვერცხლის თასა და მცმაქცია და დიდმა ილია ჭავჭავაძემ, რომელსაც ნამდვილად დაეჯერებოდა ლექსის ფასის ცოდნა, ბრძანა რომ ეს იყო ლექსი შედევრი ქართული პოეზიის. ნუ ისევე როგორც ბარათაშვილი აღმოაჩინდა პეტერბურგში. კი ბატონო ეკატერინე, ხო, და მე ეკატერინე ჭავჭავაძემ გადასცა ის ხელნაწერები შენახული, ხო. და აი რა საინტერესო ბედი დაყვა ხვარამზეს, რომელსაც მე ვთვლიდი რომ ბედი არ ქონია მეთქი ხვარამზეს თქო და რაღაც წილი სიმართლის ამ სიტყვებში არის, იმიტომ რომ იქნებჯობდა ნაკლებად ნიჭიერი ყოფილიყო და ბედნიერი, როგორი ბედნიერი რაღაცა დანამდვილებით ვუცოდნოდა რომ ანი მისი ცოლი იყო, ანი მისი დედა იყო, ან რომ აი იქ დაიმარხა და მისი საფლავის ქვა არსებობს, არაფერი არ არსებობს. სამაგიეროდ არსებობს დიდი გაქანება ფანტაზიისთვის, რომ ეს ასე შეიძლებოდა ყოფილიყო და აბა ამტკიცოს ვიღაცამ რომ ეს ასე არ იყო. ფანტაზიის გაქანების საშუალებას გაძლევს ძალიან დიდს. აი რატო ვამბობ რომ ბედი დაყვა მეთქი, იმიტომ რომ ძალიან ცოტა მოიძებნება ქართულ მწერლობაში, მარტო პოეზიაში არა, ისეთი ავტორი, ისეთი პოეტი, რომელზეც ამდენი უწერიათ სხვა პოეტებს, სხვა მკვლევარებს, სხვა მეცნიერებს. 2013 წელს ქალბატონმა თამილა გოგოლაურმა გამოსცა მისი რედაქტორობით გამოიცა საკმაოდ სქელტანიანი კრებული ხვარამზე, ვერცხლის თასა და მცმაქცია, რომელშიც შევიდა ბევრი მკვლევარის, ბევრი ჟურნალისტის, ბევრი მწერლის, პოეტის ქმნილებები ხვარამზეს თემაზე. საკმაოდ სქელტანიანი წიგნი. ეს რა თქმა უნდა ხვარამზეს ბედზე გამოიდარა მეთქი, მიყვარს ხოლმე თქმა და ნამდვილად რაღაცა ხნის მერე ხვარამზეს ბედზე გამოიდარა. 1976 წელს ფოლკლორისტმა ირაკლი გოგოლაურმა პირველად გამოსცა ხვარამზეს 10 ლექსი წიგნა დაკინძული, პატარა წიგნი გამოსცა, რომელსაც წინ პატარა მონოგრაფიული კვლევა
ბიოგრაფიული კვლევა უძღვის, რომელსაც ასევე ერქვა ვერცხლის თასადამც მაქცია. სულ რამდენი ლექსი აქვს დატოვებული? აი, რომელზეც დანამდვილებით ბევრი შედარების და ძალიან ბევრი ვარიანტები არსებობს. არსებობს აი აქ მე რომ ხვარამზეს ლექსები მაქვს ამ წიგნში შეტანილი, რომელიც საბოლოოდ დადგინდა თუ ხალხური პოეზიის ტომეულებისთვის შედარებით, თუ სხვადასხვა შემკრებთა მიერ ჩანაწერებთან შედარებით და აი ამ ჩანაწერების შეჯერებით დადგინდა რომ ეს 10 ლექსი ხვარამზეს ხელწერას გავს და ეს უნდა იყოს ხვარამზეს ლექსი. თუ არა, ფშავში დარჩენილი ძალიან ბევრი ლექსებიდან ხალხურ პოეზიაში შესული ასევე დიდი წარმატებით შეიძლება ხვარამზესი იყოს, ხვარამზეს ნათქვამი იყოს. შეიძლება და აი ძალიან საინტერესოა ისიც უნდა ვთქვათ, რომ რატომ გაძნელდა ნამდვილად ხვარამზეს თვის მიკუთვნება ამ ლექსებისა, იმიტომ რომ ეს ის პერიოდი იყო 19 საუკუნის შუა წლები, ბოლო წლები, როცა ერთდროულად ფშავში 20 საუკუნის დასაწყისში და 19 საუკუნის ბოლოს ერთდროულად აკაკი შანიძემ 90-მდე დიდი პატარა კაფის, საგმირო, სატრფიალო და სხვადასხვა სახის მთქმელი ჩაიწერა. ანუ გამომთქმელი ჩაიწერა. ანუ ის კი არა რომ ვიღაცისაგან გაგონილს თავისას რომ ამბობდნენ, აი ასეთი ავტორი ჩაიწერა ლექსების. ერთდროულად ერთ პატარა რა ვიცი მე ღვთისა და კაცისაგან მივიწყებულ ფშავში 90 და ძალიან შორს ვარ იმ აზრისაგან რომ ხვარამზე იყო ერთი და ერთადერთი ასეთი კარგი ლექსის შექმნა, იმას რომ შესაბამისი გარემო არ ქონოდა, თავისი ლექსი სხვის ლექსთან არ შეედარებინა და თავისთავად თავის შიგნით ვერ დაეხვეწა და მე ისი არ ამოეთქვა, არ შეიძლებოდა. ანუ ამით რას ვამბობ, ძალიან ბევრი ლექსის მთქმელი ქალი იარსებებდა ხვარამზეს დროსაც. და კიდე ერთი საინტერესო მომენტი იმ ივრის ფშავში, იმ გარემოში, იმიტომ რომ აი წეგან ჩვენ უკვე ვლაპარაკობდით რომ ეს დღეს არის მარტივი რომ შეხვიდე ინტერნეტში და ნიცასა და მონაკოში 2-3 საათის განსხვავებით ვიღაცას და 10 საათის განსხვავებით იქეთა კონტინენტზე ვიღაცას დაელაპარაკო, როგორც ახლა ასე იჯდეს და გელაპარაკებოდეს, თუ არა მაშინ 2 საუკუნის წინ იმდენად ჩაკეტილი გარემო იყო ფშავი, რომ ერთი სოფლიდან მეორე სოფელში მეგობრობა, ტოლსწორობა და ნათესაობა შეიძლებოდა გაათხოვებდნენ, ცოლად მოიყვანდნენ, მაგრამ მეგობრობა ძნელი წარმოსადგენი იყო. მით უმეტეს მთის გადაღმა მთაში, მით უმეტეს ბარში ვინმესთან მეგობრობა. და აი ამ ჩაკეტილ პატარა გარემოშივე იარსებებდა ბევრი კარგი ლექსის მთქმელი, თუნდაც ქალი. ხო, ახლა ხვარამზე ძალიან დიდხანს ხვარამზეს ლექსებიც მიკუთვნებული იყო ხალხურ პოეზიას და ეს სულაც არაფრით არ ამცრობს ხვარამზეს როგორც ავტორის როლს და მნიშვნელობას, იმიტომ რომ ხალხური პოეზიის და ხალხური შემოქმედების თვისება რა არის? გახალხურდება, ხალხში გავა, გაპოპულარულდება მხოლოდ ის ლექსი, ის სიმღერა, ის ცეკვა, ის რაიმე მატერიალურად შექმნილი ობიექტი მატერიალური, რომელიც ძალიან კარგია. გამორიცხულია, რომ ცუდი ვინმემ აწვალოს. რომელიც ხალხის გულთან ახლოს მივიდა. რა თქმა უნდა, რომელსაც მასა მოიწონებს, ბევრი ადამიანი მოიწონებს და მერე იმან შეიძლება თავისთვის დახვეწოს, სიტყვა გამოაკლოს, ბწყარი ჩაუმატოს, სტროფი დაამატოს.
რუსთაველი არ გქონდა ვეფხისტყაოსანი, ხალხური რამდენი იყო ჩამატებული ვეფხისტყაოსანშიც. ანუ მხოლოდ ძალიან კარგი. წმინდა რამ აურევიაო არა? დიახ, მხოლოდ ძალიან კარგი თუ გახალხურდებოდა. და ეხლა ბესიკ ხარანაულს ძალიან უყვარს ხვარამზეზე საუბარი, ძალიან უყვარს ხვარამზეს პოეზია, აი ეს ფენომენი პოეტიკალი ფშავში და ძალიან კარგი პოეტიკალი ფშავში ძალიან უყვარს და ხშირად ამბობს ხოლმე რომ გარდა იმისა რომ ხვარამზე ძალიან ნიჭიერი იყო, ძალიან კარგი ლექსი მოუდიოდა, როგორც ფშავში იტყვიან, ხვარამზემ გაბედა და ხმამაღლა თქვა ლექსი. აი ხლა ეს მეორე თემა ხვარამზესთან დაკავშირებული. როგორც ამბობენ, ხვარამზე გამოირჩეოდა ძალიან დიდი გაბედულებით. იმ პერიოდის ფშავისთვის და არა მარტო მიუღებელი იყო ფშავში, ხევსურეთში მიუღებელი იყო საზოგადოებისთვის ქალი პოეტი. მანდ მივედი ზუსტად მიუღებელი იყო. ქალისთვის მიუხედავად იმისა, რომ ხვარამზე ის ქალი იყო, იმ გენის მატარებელი ქალი იყო, რომელსაც ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში დედოფლად კი არა, მეფედ ყავდა ქალი. თამარი მეფე იყო, ის ხო დედოფალი არ ყოფილა და აბსოლუტურად თანასწორი იყო მეფე კაცების. აი ამ გენის მატარებელი იყო ყველა ქალი და ხვარამზეც მასთან ერთად, მიუხედავად იმისა, რომ იმ ჯიშის ქალი იყო, ის მთის ქალი იყო, რომელსაც გვაროვნული თემური წყობილების დროს ფშავში კაცების თანაბრად საბჭეო სკამზე ეჯდა სანათა და იმას უფლება ჰქონდა, რომ კაცებთან თანაბრად ომის, ზავის, ხატის, ქორწინების, სისხლის აღების და არაღების გადაწყვეტილებები მიეღო. აი ამ ქალების, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქალების გენის მატარებელი იყო ხვარამზე, ამის მიუხედავად, აი ისეთი პერიოდი წამოვიდა, რომ ქალებისთვის კი არა, კაცისთვისაც დიდად წამახალისებელი არ იყო თუ ის წიგნის კაცი იქნებოდა. ეს ის პერიოდი იყო მე-19 საუკუნის დასაწყისი. 1800-ის დაკნინების ეპოქა. რა თქმა უნდა, 20-იან 30-იანი წლები, როცა რუსული ჩექმა შემოვიდა უკვე საქართველოში და დროს ლექსიაო არა? ხო, რა თქმა უნდა, რა დროს ლექსია და ძალიან ბევრი რამიდან გამომდინარე მართლა იქნება არ იყო ლექსის დრო. მაგრამ ეს იყო ქალი, რომელიც მამაკაცთან თანასწორად მოითხოვდა ყველაფერს, ხატში მის, ხატის კარს მისვლას, განათლების მიღებას. ახლა ეს ასე მანიფესტს ვერ გამოაცხადებდა, როგორც ევროპელი ქალები, რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლება და ხმის უფლება მოგვეცითო. არც იცოდა ამან ეს ალბათ რა იყო, მაგრამ ის მოითხოვდა ელემენტარულს, კაცთან თანასწორად სუფრაზე დამცვითო. ჯარს გამრიეთო და კაცი რომ ლექსობს იქ ხმა ამომაღებინეთო და ბედავდა ამას და კაცს უთვლიდა ლექსს დადიოდა და სადაც კაცები იყვნენ შეკრებილი თურმე იქ ამბობდა ლექსს ესეც აი ასე გადმოცემით ვიცით გისმენ და ვფიქრობ რომ რა კარგი ან სპექტაკლი დაიწერებოდა ან ფილმი გადაიღებოდა როგორი დიდარი, როგორი ესეთი. შენ პირს შაქარი. შენ პირს შაქარი. აი, მზა სცენარია წიგნი. ხო და ჩვენ რომ პირველი ხვარამზეობა, არა, ცოტა შორს წავედით, ახლა აი ამ ლექსთან მინდა მივიდე. დადიოდა ხვარამზე და კაცების თანაბრად ლექსობდა. ძალიან ბევრ რაღაცას წყვეტდა კაცების თანაბრად და ამის გამო ამბობდა თურმე რომ ქალისთვის საძრახის ვაკეთებო მაგრამ ამას მაინც ვაკეთებო და ამიტომ სოფელს არ უყვარვარო და ძალიან უნდა გავთამამდე და ვაჟა ფშაველას
თან გავაბა ეს უფრო წინა პერიოდია ხო პარალელი გავაბა ანუ ის ვაჟა-ფშაველაც შიშველ-ნიადაგზე რა თქმა უნდა არ იყო და ძალიან ბევრი მაგალითი ქონდა რომ პიროვნება თემისთვის დაეპირისპირებინა შემდეგ და ხვარამზე ჩუმად უპირისპირდებოდა ამ ყველაფერს ქალისთვის საძრახის საკეთებდა და ეს საძრახისი იყო და აი როგორი კარგია რომ ხვარამზემ გაბედა და ეს გააკეთა პირველი ფემინისტი ქალი იყო ლამის საქართველოში მამაკაცთან უფლებების გათანაბრება მოითხოვა და გაბედვაში ბედიურევია და ბოლო გაუმართლა. აგერ ჩვენამდე მოვიდა მაშინ, როცა მასთან ერთად შეიძლება ბევრი კარგი პოეტი ქალი სხვაც იყო და ისინი ვერ მოვიდნენ. ხო და ახლა ისიც ვთქვათ, რომ ბედავდა, რომ თამამობდა, რომ ქალისა და მამაკაცის თანასწორობას მოითხოვდა, ამით ერთგვარ მორალურ და ზნეობრივ კოდექსს უდგენდა პირველ რიგში საკუთარ თავს და მერე თავის ირგვლივ მცხოვრებ კაცებსაც კი და აგერ მოვიდა ამბროსი ამ ლექსის დრო ლექსის რომელზეც უკანასკნელი ხანია გავიწახი რომ კიდე მაპატიოს მისმა სულმა ალბათ ვაჟა-ფშაველაც ხელს მოაწერდა მეთქი თქმელო ვერ ამსრულებელო არ გათენდება სტulis ღამე ბნელობა კი არის მთქმელო ვერ ამსრულებელო რაღა შენ სიცოცხლე არის ნეტავი ვაჟად მაქცია ქალი არ ამქნა თმიანი მერმე შეგუყარა ერთა და ორნივ ჭრელმა თრახიანი ვერც მაშინ გაიგებდია რაც ჩემი გულის ზნე არის აი რა უნდა გითხრას საზოგადოებას ქალმა იმაზე მეტი მთქმელო ვერ ამსრულებელო აი დღესაც თუ არსებობს უფრო დიდი მორალური კოდექსი ვიდრე სიტყვას რომ იტყვი ის სიტყვა რომ უნდა და აი ქალმა მე-19 საუკუნის დასაწყისში წერა კითხვის უცოდინარმა, მაგრამ უკიდურესად სულ განათლებულმა ქალმა თქვა ეს რომ სიტყვას რომ იტყვი ის სიტყვა უნდა აასრულო და ეხლა აქედან გავაგრძელოთ ხვარამზეს სიყვარულზე. ყვარებია ვინმე ხოშარელი დიდარი მეცხვარე ვაჟიკა ნაკვეთაური რა საინტერესოა აი ეს ვაჟიკა ნაკვეთაური მიუხედავად იმისა რომ ჩარგლის საეკლესიო დავთრებში შემორჩენილია მისი არსებობის შესახებ ინფორმაცია ვინ იყო ვისი შვილი იყო რა იყო რამდენი ცხვარი ყავდა და რა გაუკეთებია ფშავისთვის აი ამ ყველაფრის მიუხედავად ვაჟიკა ნაკვეთაური ხვარამზემ და ხვარამზეს ლექსმა გახადა პოპულარული და დღეს ჩვენ რომ ვაჟიკა ნაკვეთაური ვიცით ეს მერე ვიკვლიეთ რომ ვაჟიკა ნაკვეთაური რეალური პიროვნება ყოფილაო რაც გავიგეთ რომ ხვარამზეს უყვარდაო ამბობენ ვაჟიკასაც უყვარდაო ვაჟიკას როგორ უყვარდა ამაზე აი ეს ორი სიტყვა ვაჟიკასაც უყვარდაო თედორაზიკაშვილი ამბობს და აი ხვარამზეს როგორ უყვარდა ეს არის კიდევ ერთი რომანის თემა თუ ხვარამზეს რომ უყვარდა ეს ფაქტია და თუ ვაჟიკასაც უყვარდა რა მოხდა ასეთი მე ვთვლი რომ არ იყო ეს ცუდი ქალი ანუ ცუდი რამ აქვს მხედველობაში შეუფერებელი მისთვის გარეგნობითაც მე მინდა რომ ასე იყოს და ჩემთვის ასეთია ჩემს წიგნში ასეთია ხვარამზე ლამაზია
გამრჯეა, ხელსაქმის მცოდნეა, შემძლეა და პლუს ამას რა იქნებოდა? ერთგული ალბათ სამომავლოდ იქნებოდა და პლუს ამას, რაც ძალიან დიდი პლუსია. მიუხედავად იმისა, რომ ამას იმ პერიოდის მამაკაცთა საზოგადოება არ აღიარებს, ძალიან დიდი პლუსია, რომ ის ლექსის მთქმელი ქალია. იმიტომ რომ რა და აი ეს დამბალი ხაჭო და ლექსი ფშავლისთვის არის სავიზიტო ბარათი. მე ისეთ გარემოში გავიზარდე. მამა ჩემის იქეთ ოჯახში, ფშავლების ოჯახში. ბებო ჩემი იყო გულგულელი ბაჩიად გიგიტელას ქალი. ფშაური ფესვებით, ფშაური წარმოშობით და აი ბებო ჩემი რო დადიოდა, რასაც ქვია ლექსად ლაპარაკობდა, ლექსად იწევლებოდა, ლექსად ილოცებოდა, გარითმულად ლაპარაკობდა და აი ეს იყო და არის დღესაც ჩვეულებრივი მოვლენა ფშავში. ყოფაში ფშავლები ლაპარაკობენ ლექსით, ლაპარაკობენ გარითმულად. აი ძალიან ლამაზი სტილი აქვთ საუბრის ლექსად და სულაც არ მიკვირს რომ ვიღაცა თამარა ზურაბაშვილი დაიბადება ფშავში, ქეთი მგელიაშვილი დაიბადება თიანეთში, აგერ ყვარელში ნინო უძილაური დაიბადება და ისინი კარგ ლექსს წერენ. სულაც არ მიკვირს, იმიტომ რომ მე ჩემი ლექსის თქმაც არ მიკვირს. ბებო ჩემს რო წერა კითხვა ცოდნო და იქნებ ჩემზე კარგი ლექსები ეწერა და აი ხარ ამ ზესავით რო გაებედა კიდე. ეს შეკითხა მოვიდა და შეიძლება კონტექსტიდან ამოვარდინიც არის და ეწინააღმდება კიდეც. ვაჟა ფშავილას კარგი წერილი აქვს, ფოლკლორული წერილი, ადარებს ხევსურებს და ფშავლებს. ეს შენ ზეპირად გეცოდი. კი ბატონო. და პრიმატს აძლევს ფშავლებს. მე რომ ჩემ მეგობრებს ფოლკლორისტებს თუ ისტორიკოსებს ველაპარაკები ამ თემაზე. ისინი პირიქით ამბობენ რომ ხევსურები გაცილებით ბაღლად განან. ეხლა ეს სულ რაშუაში ეხლა რა მნიშვნელობა აქვს ერთი თიც მომაჭრიან თუ მეორე სულ ერთი ტკივილია, მაგრამ ამბროს შენ რა აზრის ხარ? მე რა აზრის ვარ? ჩემი აზრი რატო გითხრა? ფშაველო ენა გალაღებსო. აჰა. ენა გალაღებსო. ხო და აი ამითი არის ყველაფერი ნათქვამი. გასაგებია. ხო და ის კარგი დიდი ლექსია. ხევსურო ხმალი გალაღებსო უკაცრავად ფშაველო ენა მჭრელიაო. გუდამაყრელო მაჟარი ცეცხლი გამოცდის ცხელიაო და ფშაველს თუ ენა მჭრელი ალაღებდა, ესე იგი და მე ჯერ არ მინახავს. ხევსურისაგან, თიულისაგან, კახისაგან, გუდამაყრელისაგან, თუშის, მოხევის, ნებისმიერი, ვისაც ლექსი მოუდის ფშავში, ლექსში და კაფიაში დამარცხებული ფშაველი. სრულიად სხვა არის ფშავლის ნათქვამი კაფია. აი ეს არის მართლა თიდან ზვავივით წამოსული რაღაცა ძალიან დიდი მნიშვნელოვანი ძალიან მაგარი და კარგი თუნდაც საქილიკო და სალაღობო ლექსი. ნუ კაფია ხო ძირითადად საქილიკო და სალაღობო ლექსია. ხო და ეხლა რომ მართლა ცოტა იქეთ შორს არ წავიდეთ, ვლაპარაკობდით ხვარამზეს სიყვარულზე. ხო და არავინ იცის რატომ თუ უყვარდათ ერთმანეთი, რატომ არ შედგა ამათი სიყვარული ქორწინებით, რატომ არ დაგვირგვინდა. ამბობენ რომ ორივე ერთი ხატის ყმა იყვნენო და ამათი ქორწინება არ შეიძლებოდა. თუ ჩვენ იმას წეღამსაუბრობდით, გავიეზიარებთ რომ ხვარამზე ყმაწვილ ქალობაში ვაჟას და თედორაზიკაშვილის დედის გულქანის მეგობარი და ტოლსწორი იყო, ესე იგი ეს უნდა დაბადებულიყო სხლოვანში.
სხლოვანი ფშავში ასეთი წესია რომ ერთი თემის ხალხი ერთ სოფლად სახლდებიან ნაკლებია შანსი რომ იმ სოფელში სხვა კი გამონაკლისები როგორ არ არის მაგრამ როგორც წესი ერთი თემის ხალხით არის დასახლებული თუ ხვარამზე სხლოვნელი ქალი იყო დიდია ალბათობა რომ ის ყოფილიყო გაბიდოურთა თემისა და გაბიდოურები არიან ნაკვეთაურებიც და ხატი კრძალავდა და არ შეიძლებოდა მათი შეუღლება. ძალიან ბევრი მაგალითი ყოფილა, რომ თუ მომხდარა ასეთი რამ და ასეთი ქალვაჟი შეუღლებულა, ისინი თუ არ ჩაუქოლავთ, მოუყვეთიათ მაინც სოფლიდან. ხო და აი ახლა ჩვენ ხო ამ ლექსიდან გავედით ხვარამზეს სიყვარულის თემაზე და მე ასეთი ვარაუდი მაქვს რომ თქმელო ვერამსრულებელო ვაჟიკასადმი არის მიმართული რომ ეს მაინც ქალი იყო და ვაჟიკა რომ კიდევ ანგარიშს გაუწევდა როგორც კაცი თემის ადათს წესს და იმ დიდ აკრძალვას რომ ამას მოიკვეთდნენ თემიდან რომ თავისივე თემის ქალი მოეყვანა ხვარამზე თვლიდა რომ სიყვარულისთვის ყველაფერი უნდა გაიღო და აი უნდა დაერღვია ის სათემო წესი და კმელო და ვერამსრულებელო რაღა შენ სიცოცხლე არისო ერთ შეკითხვა რო არ მოგცე კი ბატონო მოგინ თემასთან ახლოსაც არის წეგან ვაჟიკას რო ვახასიათებდი ისიც ათქვი რომ დიდარი იყო მე მგონი ეს ისეთი დონის ქალია და ასეთი დონის ხალხი ასეთი ინტელექტის ხალხისათვის ქალებისათვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს ის სალკადეზეც დასახდება ვიც უყვარს და ამიტომ დიდარი იყო თუ ღარიბი იყო უბრალოდ შეხედა რომ კაცი იყო და მოეწონა და შეუყვარდა ხო არა ეს გამორიცხულია რომ ხვარამზეს ისეთი გათვლა ქონოდა რომ სიმდიდრის გამო მოწონებოდა და შეყვარებოდა თუ სიმდიდრის გამო მოეწონებოდა იქ სიყვარული ნაკლები იქნებოდა იქ გათვლა და ანგარიში იქნებოდა მაგრამ აბა შეხედე გავიდა წლები უყვარს ამ ქალს ეს ვაჟი და აი უმეტესობას ლექსების უმეტესობას ქმნის თავისი სიყვარულის თემაზე და აქ სადღაც უწერ კიდეც და მართლა ძალიან მაინტერესებს ხვარამზეს სიყვარული იყო ისეთი დიდი რომ ასეთი ლექსები აწერინა თუ ხვარამზეს ისეთ კარგ ლექსებს წერდა რომ ასე გააიდეალა თავისი სიყვარული არც ისე დიდი სიყვარული მაგრამ აი ხო ვთქვით რომ წიგნის ყდაზე მეთქი ნაფეხურები მაქვს დატანილი ფშავიდან ცხრის შირაქში წაყვანის გზა ეგ იყო გადაიყვანდნენ ასე ხაშრის მთებზე ჩაატარებდნენ ივრის ხეობაში ჩამოივლიდნენ ერწოზე ჩახვებოდნენ იორს და წავიდოდნენ მერე კახეთში და ჩავიდოდნენ შირაქში ასე დადიოდა სავარაუდოდ დახვებოდა თავის ცხარს ვაჟიკაც შეიძლება მთლად ცხარსაც არ მიყვებოდა და ჭირში მიდიოდა ლხინში მიდიოდა სადღაცა ფაქტია რომ არაგვის ხეობიდან ივრის ხეობაში ჩამოსულა და ხვარამზეს სახლის წინ ჩაუვლია და ხვარამზესკენ სახლისკენ არც გაუხედავს ვერც იმას იტყვის ვერავინ რატო არ გაიხედა იქნებ ქალს ისეთი ძმა ყავდა ან უკვე ქმარი ყავდა ან ისეთი მამა ყავდა რომ ვერ გაუბედა თავმოყვარე კაცმა სხვა კაცს გახედვა იქითკენ რა კი ყველა მიცოდა რომ იმას ის უყვარდა ეს მაშინ ძალიან ჩვეულებრივი რამე იყო რომ არც თავის სახელს არც მისი ძმის სახელს არც მისი მამის სახელს და არც ხვარამზეს სახელს ამას არ აკადრებდა თვითონ თავმოყვარე ადამიანი ხვარამზე კიდე ქალი იყო და უნდოდა რომ გამოეხედა აი ყველაფრის მიუხედავად თავისი სახელის თან თავისი ჭკვის ქალი იყო კაცო ეს არ იყო ის დაუბრახუნებდნენ და მეორეთ იმას აღარ გააკეთებდა
დამოუკიდებელი ქალი იყო სავარაუდოდ და უნდოდა რომ გამოეხედა და ადგა გამოვიდა და აი ამ ნაწვიმარზე იმისი ვაჟიკას ცხენის ნაფეხურებს ასე ღობე შემოავლო რომ არაფერმა წამიშალოსო და ეს არის ძალიან ძლიერი, ძალიან ლამაზი სახე სიყვარულის გაიდეალებისა. აი ასე გააიდეალა, გაამარადიულა თავის თვალში, თავის სულში, პოეზიაში თავისი სიყვარული ამ ქალმა და რა ვიცი მე მგონია რომ აი კარგი რომანისტი რომ გამოჩნდებოდეს ხვარამზეს ბედზე, ხვარამზეს პოეზიაზე აი ამ ხვარამზეს ასეთ სიყვარულის გაიდეალებაზე მართლა კარგი რომანი უნდა დაიწეროს კარგი სერიოზული რომანი იმიტომ რომ მეკითხებიან რომ რატომ გგონია რომ ეს წიგნი საინტერესო იქნება ვთქვათ ჩემი წინა თაობისთვის, ჩემი თაობისთვის, ჩემი მომდევნო თაობისთვის, აქ სრულიად ახალგაზრდა თაობისთვის ეს წიგნი მეთქი მინდა რომ სკოლის უფროს კლასელებმა წაიკითხონ, პედაგოგებმა ხვარამზეს პოეზიით და ხვარამზეს ცხოვრების მაგალითით ასწავლონ სიყვარულის თემა. ეს წიგნი სიყვარულზეა და სიყვარული არის ისეთი რამე, რომელიც ყველაზე დიდ პრაგმატიკოსსაც კი ჭირდება და იმისთვისაც ძალიან ნაცნობია. რომლის ირგვლივ ტრიალებს ცადა დედამიწა. ხო, ცადა დედამიწა ნამდვილად იმის ირგვლივ ტრიალებს და მოდი ცოტა გავაპოეტუროთ. თავად ცადება იცაბა თემაზე აი ამ თემაზე რომ ჩაიარაო და არ გაიხედა ხვარამზეს სახლისკენო ხო და წარმოვიდგინე ლექსად ასე მეფიქრება რით მოვიტანესული აქამდე ცავრა სიხარულს გაიმეტოდი ცხენ და ცხენ ყანას ჩამოჰყვალავდი ჩემკენ ერთხელ არ მაიხედოდი ან რა დღე იყო და რა ვდრიანა თავს მზე მენთო და სულში მიწვიმდა ან მე აგრერამ დამაჭყვიანა არა მსხლტომია თვალი ჩხირწინდას ჩაიარე და დღე წაიყოლე სულში დაბინდდა ღამეზე ადრე ლექსად ნათლავდა შენზე სტრიქონებს მთვარე სწორფერთა ჯვარხატის მკადრე შუა ღამემდე ხელის ცეცებით ვძებნე და ვღობე შენი ნაკვალი და ახლა აქაო მეიმედება ნაიარევი სულის წამალი შეცისკრდა მაგრამ დღე ჯერ შორს არის მთათ აახილეს ნისლის თვალები კერძზე მიყვავის ყაყაჩოსავით შენი ლურჯაის ნაფლო ქვარები ხო და გავაგრძელოთ მოხდა ისე რომ აცდა ბილიკი ბილიკს არ შედგა ამათი სიყვარული არ დაგვირგვინდა ქორწინებით და აი ესეთ ქალს ხვარამზე რო იყო ფშავში დიდხანს გაუთხოვარს ვინატარებდა მით უმეტეს ვაჟიკას ვინ დატოვებდა გვარის გამგრძელებელს უცოლოდ და არავინ არ იცის ხვარამზე უწინ გათხოვდა ვაჟიკამ უწინ მოიყვანა ცოლი მაგრამ ფაქტია რომ ეს მოხდა და ერთმა ცოლი მოიყვანა მეორე გათხოვდა და ცხოვრება წავიდა თავისი გზით როგორც უნდა ყოფილიყო მაგრამ ხდება საინტერესო რამე აი ესეთი რამე ხდება რომ წლების მერეც ძალიან დიდხანს და მთელი ცხოვრება უყვარს ეს კაცი ამბობენ რომ ხვარამზეო ასაკით ბევრად უფროს კაცზე გაათხოვესო უვარგისი ქმარი შეხვდაო არ ვიცი არის გადმოცემები ხო ასეთი გადმოცემები არსებობს
არ ვიცი, ამას აი ჩემი ხვარამზესთვის მე ეს არ მემეტება. აი მე მემეტება, რომ ჩემი ხვარამზე ძალიან კარგმა კაცმა მოიტაცა. მოიტაცა და წყალდაწყალ ბილიკა ქისტეთში გადადის. წუხელი ორივით აემღორა სიზმარიც. რიჟრაზე ნავალი დაჩნდება ქალბნელო, შავშუა ღამეში იმადაც ვიჩქარი. თუ ცოცხლად გადავრჩი შენს ძმას და წაწალთა, გვართემის ადაც და საუფლო განაჩენს, საკლავით მიუვალ ხელმწიფე ლაშარსა, დიდ ძალ საპატიოს მივართმევ მამაშენს. კაც შუაკაცები დასტურს რომ გვეტყვიან, დიდ ქორწილს გავმართავ ხატხევის წყაროსთან, გულმკერდს მოგიქარგავ დაღესტნურ შიბით და ტანფეხტს უფარჩას და ატლასებს დაგმოსავ. რადრა მოგრევიან ლექსქალო ტირილნი. სახეს რადმარიდებ ფშავის ცით თვალსავსეს, მითხარდა დილამდე მამის სახლს ჩაგიყვან. ხმა გამეცხვარ ამზევ. აი ერთი ეთქვა და ის ძალიან გადარეული და ძალიან კარგი კაციც ერთი ეთქვა ამ ქალს და მამამისის სახლში მიიყვან და უკან, ანუ ამით რისი თქმა მინდა არავისზე ნაკლები ქმარი ალბათ ხვარამზესაც არ ეყოლებოდა, მაგრამ ერთია კარგი ქმარი და მეორეა რომ სამარადისოთ, აი სიყვარული, რასაც ქვია, შენარჩუნე. ხო, აი შეინარჩუნა, უყვარდა ის, ვისი ცხენის ნაფლოქვარებსაც ასე ღობე შემოავლო და ეხლა ვაჟიკა, რომელსაც ხვარამზე გაუთხოვდა. გათხოვდაო. ელდა როგორ დავიმჩნიო. ან შენ როგორ გაგამწარო, დაგაქვრივო. გლურ ყმუილში ჩაილია ორი ღამე. ბოღმა მკლავდა ვაშკაცისთვის სათაკილო. გუშინ მთელ დღეს მთავ ძებნე თქვენი კვალი. სიმწრით ტუჩიც ჩავიკბილებ, ხარმა კლავ მარჯვენიც, უგონთურმა მიწაც ვკმიჭე, ხატიც დავგმე. შენ ქმარს ბევრჯერ შევუგინე გვარ გამჩენი. ახლა ვგდივარ ყვარას თავს და ავკარგს ვწონი. ვერ გავნელდი, ჟამჟამ ცრემლით ვალტობ მიწას. მიყვარხარ და მითხარ როგორ გაგიმეტო, ცრემლი როგორ გაგიმუდმო და საფიცარს. ემაგ ხარლახს მიულოცე შენი თავი. არსად შემხვდეს ბედნიერი ჯავრის პატრონს. დამინდედა ლექსი აღარ შემოსთვალო. მტკივან სულზე ცეცხლი აღარ დამიმატო. ფაქტია რომ იმ ჭკუის, იმ სითამამის, იმ სილაღის ქალი იყო ხვარამზე რომ იქნებოდა, ხვარამზე რომ მერეც შეუთვლიდა ლექსებს. ლექსს იტყოდა, ეს ლექსი მოეწონებოდა მის საახლობლოს და გავიდოდა და როგორ გავიდოდა, იცი ამბროსი, შეიკრიბებოდნენ მორიგ ჯერზე ფშავლებს ერთი საერთო სალოცავი გვაქვს ლაშარი, სადაც ფშავის 12-ვე თემი იკრიბება. პირველი ხატობა ეს არის ლაშარის ხატობა ივლისში და იქ მთელი ფშაველი სადაც გინდა იყოს გადასახლებული, თბილისში დასახლებული, ლაფანყურში, ქვემო ქედში, თიანეთში, საკობიანოში, გომბორში, სადაც გინდა ესახლოს ფშაველი, ის ლაშარში მიდის და ლაშარს ლოცულობს. აი იმ ლაშარში ეს იყო ახალგაზრდების, ძველგაზრდების და ყველაზე დიდი სალხინო ადგილი. ილხენდნენ და ამლხენარ ხვდებოდნენ, ცნობოდნენ ერთმანეთს და აი აქ ვიღაცა მიუხედავად იმისა რომ ქალის ლექსი რაკაცის ლექსთან მოსატანიაო, ვიღაცა კაცი იმღერებდა, იქნებ სადღაც ქალების წრეში, ქალების საჯარეზში, ქალები ერთმანეთში იტყოდნენ და იმღერდნენ ხვარამზეს ლექსს და ასე
ბაჟიკას ყურამდეც მივიდოდა ეს მისი ლექსი. აი ეს იყო შეთვლა, დაბარება, სპეციალურად შეიძლება იმისთვის არ იტყოდა, მაგრამ ეხლა ქალი ვარ და ძალიან კარგად ხვდები, რომ გულის გულში იმედი ექნებოდა, რომ იქამდე მიაღწევსო და ცოტა ხანს მაინც გული ეტკინება ჩემ დამკარგავსო. მიხვდება ვინ დაკარგა და რა დაკარგავ. არიგა. ეხლა რომ საუბრობ ისე წარმოადგინე ეს ყველაფერი, გეგონება ეს ხეობები ისევის ძველებურად იყოს და ისევის ხალხმრავალი იყოს და მე აი გულისტკივილი გავიხსენებ პარალელურად გავიხსენებ დიდი პოეტი ნამდვილად რაულ ჩილაჩავა კი ბატონო იძულებული გახდა ჩამოსულიყო თავის სოფელში ზუგდიდის ერთ-ერთ სოფელში კიევიდან ჩამოვიდა იძულებით და რო ველაპარაკებოდი ახლო მახლოს ერთი მოხუცი ხალი გაავა და დაცლილია ეს სოფელი. ერთი სკოლა გვაქვს, სადაც 3 მოსწავლეა და 3 მასწავლებელია. გამიგე? და ეხლა რა დარჩა იქიდან? ურბანიზაციის გათვალისწინებით, ამ ურბანიზაციამ ეხლა ვერ შეაკვდება იმ ცალსაკვდებსა ადამიანი, იმასაც უნდა ცხოვრება და მოდის და იცლება და რა ხდება ეხლა ფშავში, ხევსურეთში, მაგ მხარეს, მაგ კუთხეში. ფშავი და ხევსურეთი და თიულეთ გუდამაყარი და საქართველოს აღმოსავლეთ მთიანეთი, რომელსაც მე ძალიან კარგად ვიცნობ, მე მგონია, რომ კიდე სხვა კუთხეებზეც უფრო ადრეა დაცლილი. ჯერ კიდევ როდის, აი ხელოვნურად ჩამოასახლეს ხევსურეთი რუსთავში და იმდია. კომუნისტების და იცი რა არის ამბროსი, ეს ბუნებრივი მიგრაცია არც იყო გასაკვირი, იმიტომ რომ ოჯახები რომ მრავლდებოდნენ, მცირე მიწიანია. აი ეს უკანაფშავი მაინც არაგვის ზემოდინება ძალიან მცირე მიწიანია, ვიწრო ხეობაა, დიდი მაღალი მთებია, მით უმეტეს ხევსურეთი. როგორი სალიკლდეებია და როგორი მცირე მიწიანია და გამრავლებულ ოჯახებს თავისთავად ეხლა მიწა უნდოდა, მაშინ მაინც რა იყო და დღეს რაღაცა თუ ძალიან დიდი ორგანიზებული ღონისძიება, დიდი რაღაც სერიოზული პროგრამა არის არსებობს, რომ აი ეს ხელოვნური მთას დაუბრუნდა მთიელი და ასე შემდეგ. ფოლკლორია. ხო, ფოლკლორია ნამდვილად არ არის მარტივი იქ ცხოვრება, მაგრამ მე მიყვარს და მიხარია ივლის-აგვისტოს ფშავი. როცა ჩვენით არის სავსე. აი ასე მთელ საქართველოში გაფანტული ფშავლები, ასევე ხევსურები, ასევე გუდამაყრელები და მთიულები ვიკრიბებით და მივდივართ ხატობებზე. არა, მარტო ხატობებზე არ მივდივართ, ისედაც მივდივართ ხო. ეს მაინც დროებითი ეპიზოდური ხო, ეს დაბრუნება. ეპიზოდი, რა აი მე თქმა გულისხმობ, რომ ის ძველი ფშავი, ის ძველი ეს სამყარო. არა, ეს ძველი სამყარო, ეს უკვე აი იმიტაცია არის იმ ხატობებზეც იმ ყველაფრისა, რაც ყოფილა, მაგრამ ეს მე მგონია, რომ არ არის ქართული მოვლენა, ეს ზოგადად მსოფლიო ეხლა მცირე მიწაზე რო ლაპარაკობ. მაგალითად, პოლონეთში საშუალოდ სოფლად ცხოვრობს 7-8 ჰექტარია, მაგრამ იქიდან გარბის ხალხი და რა უნდა მიცე ახლა ფშავში. ხო და მით უმეტეს ახლა ჩვენ როგორი ხალხი და ძალიან ბევრი რამე აი ამ ახლა მარტო საუკუნე ხომ არ შეიცვალა, 1000 წლეული შეიცვალა და სამყაროში რაღაც ძირეულად შეიცვალა და ჩვენ აღარა ვართ ის ხალხი, მე ძალიან მინდა რომ ვიცოდეთ რომ ეს ცხოვრება, რომელშიც ჩვენ დღეს ვცხოვრობთ, არ არის 64 იქ არის, მაგრამ აბა ჩვენ როგორი ხალხი გავხდით, ჩვენ დღეს აქ გვინდა 64, აი ამ წუთას დღეს გვინდა რომ ყველა სიამე მივიღოთ ამ ცხოვრებისაგან და ბედნიერ. ის კი არა რომ გვპირდებოდნენ და გვპირდებიან და რომ იქ ვიქნებით, აქვე გვინდა ბედნიერება. აქვე და ბევრი რაღაცა ამასთანაც არის დაკავშირებული. ეკონომიკაზე რო ვესაუბრები ადამიანს ჩემი შეკითხვა მეტნაკლებად ვიცი რომ ადეკვატურია. ეხლა რასაც შეგეკითხები, პოეზიას ეხება და არ ვიცი რამდენად მისაღები იქნება შეგეძლო. აბა, დიდმა მწერალმა ლევ ტოლსტოიმ ასეთი რამე დაწერა. არ უყვარდა პოეზია.
თუ აზრის გადმოცემა გინდა უნდა ეძებო რიტმა ეს ყველაფერი და დაწერეო და პროზათო და მე ამას არ ვეთანხმები. იმიტომ რომ კარგი პოეტის კარგი ლექსი ისეთ გრძნობას აღწევს, ისე დაგაფიქრებს, ისე წაგმართავს რაღაც მაგალითად ატმის რტო, დახალულ რტო, ატმის რტო და ასე შემდეგ. ეხლა ეს ისეთ რამეს გამოიწვევს შეიძლება მე რემ თა გადაატრია. გამიგე? შენ როგორ ფიქრობ? მე ისევ ფიქრობ, რომ ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს. ფიციანის. ასეა. აი ეგ არის. გამორიცხულია. აი ლექსი, რომელიც რითმა ნაძებნია, ნაძებნი რითმებით გაკეთებულია, შეკოწიწებულია, აი ეს 1000-ჯერ შეცვლილია. იგრძნობა რომ ეს გაკეთებული ლექსია და აი ეს ნამდვილი პოეზია ყველაზე თეთრი ლექსიც კი, ყველაზე ურიტმო ლექსიც კი. ისეთ რიტმში ზის. იქიდან ერთი სიტყვა რომ ამოაგდო, იქიდან ერთი სიტყვა რომ სხვა სიტყვით შეცვალო, უკვე ის აღარ არის, აი ეს მოვარდნილი მეწყერი უკვე აღარ არის და დღეს ვლაპარაკობდი ზუსტად რომ აი მე ძალიან მიყვარს ჩემი თავი მაშინ კი არ მიყვარს როცა აგერ აქ ვზივარ და ლექსს ვკითხულობ ან როცა წიგნი გამოვიდა და გავშლი და აი მე მიყვარს რომ დავამთავრებ და შვიდა დამოვისუნთქებ ლექსი მაშინ არ მიყვარს მე ჩემი თავი მიყვარს რა ძალიან კარგად ვგრძნობ თავს როცა ვწერ აი იშორებ ამში აი კი არ ვიშორებ არა იქ გადაგავს ხო აი იქა ვარ აი ეს არის ძალიან კარგი გრძნობა რომ აი ეს რაღაცა რომ მოვარდა აი ეს რეალიზდება აი რომ ალბათ წარმომიდგენია როცა ძერწავს მოქანდაკე რაღაცას რომ აკანდაკებს და მორიგ ასმაზე რომ ზუსტად იმდენს აიღებს რომ აი ის გამოვა აი ზუსტად ასე იქმნება ჩაგეძრა შეიძლება მიქელანჯელო რასაობდა ქანდაკების გაკეთებაზე ადვილი რა არისო აიღებ დიდ ლოცვა და ზედმეტები უნდა მოაშორო აი ზუსტად იმდენს მოაშორებ რომ ის ფორმა დაგრჩეს რაც გინდა რომ დაგრჩა მარიგა დიდი მადლობა დღევანდელი საინტერესო საუბრისთვის განსაკუთრებით იმით გამახარებ დღეს აქ მომბრძანებით რომ ვერაფრით ვერ მოიყვანე მანდილოსანი, ვერც ეკონომიკაზე და ვერც საკითხზე. პირველი ხარ შენ, რომელიც ამ ჩემს გადაცემებში მომბრძანი და სტუმრად იყავი. ეკონომიკაში ძალიან ცუდად ვერ ყვევი, ეკონომიკაზე ნუ მალაპარაკე. ვერავინ ვერ მოვიყვანე და აი შენ მოყვე დღეს და ჩემი სტუმარი ხარ. დიდი მადლობა. კი ბატონო, დამბალ ხაჭოზე ვისაუბროთ, რაც კარგად ვიცი, ეკონომიკაში ვერ ყვევი, სამწუხაროდ. აი ხარ. დიდი მადლობა.